როგორ დაბრუნდება, როცა დაბრუნდება შენი ადამიანი შენთან. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდე. როდესაც ადამიანი იქცევა გაურკვევლად და არ არის გაუმჯობესებული ფორმით მოსული და მაინც ისე იქცევა, რომ არ უნდა მიიღო. ყოველთვის აირჩიეთ მეგობრებო, თქვენი თავის კომფორტი. ეს არ არის ეგოიზმი, ეს არ არის ბოროტება, ეს არ არის სხვა ადამიანის დაკნინება და მცირება. ეს არის საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, რომ შენ ესცემ პატივს და პატივისცემით ეპყრობი შენს შეგრძნებებს. ამიტომ გახსოვდეს, რომ არ ხარ ვალდებული, რომ ადგე და ადამიანებს ელოლიავო, როცა ისინი სრულიად რადიკალურად იქცევიან, ვიდრე შენ ამას იმსახურებ. ამიტომ ვნახოთ, როგორ დაბრუნდება შენ ჩაფიქრებული ადამიანი. იცი რა არის გაგრძნობინებს, რომ ძალიან ძლიერი გრძნობა აქვს შენს მიმართ და უყარხარ მთელი არსით, ძალით, ბნებით, შილკით, გრძნობითა და ძალიან დიდი ენთუზიაზმით. გეტყვის იმას, რომ შენ ხარ მის ცხოვრების ძალიან დიდი და რადიკალური ცვლილება, რომელიც ყოველ წამს უნდა რომ იყოს მის ცხოვრებაში და აღარ აპირებს რომ ხელი გაგიშვას. გეტყვის იმას, რომ შენს გარეშე თავს მარტოსულად გრძნობდო და ეს მარტოსულობა მისთვის ცხადყოფდა იმას, თუ როგორ უყარხარ ამ კონკრეტულ მომენტში. ასევე დასწის ბოლოს ამოდის ის ფაქტორი, რომ შენთან ოჯახის შექმნაც უნდა და ძალიან მალე ამ თემასაც განიხილავთ ორივე თქვენგანი. მე კი შეგახსენებ, რომ ფასდაკლება მოხსრულ დიაგნოსტიკაზე პირველი და 10 აგვისტოს ჩათვლით 50%-იანი. ასევე შეგახსენებთ იმას, რომ მე ადამიანებს ვეხმარები ენერგეტიკულ წმენდაში, იმიტომ რომ გაიწმინდოთ ენერგიები და გადავიდნენ ახალ ლევლივ ენერგიებში. და ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე, რომ ენერგეტიკულ წმენდაზეც იყოს 50%-იანი ფასდაკლება. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი სჭირდება და ფინანსების გამო ვერ ახერხებენ ამ ყოველივეს. ძალიან დიდი ენერგია მეოქვს ენერგიის წმენდას, მაგრამ მზად ვარ, რომ ამაზეც გავაკეთო 50%-იანი ფასდაკლება. უკონკურენტოდ მნიშვნელოვანია შენ თავისთვის ამის ჩუქება, ამიტომ შენ თუ ფიქრობ, რომ რა ჩუქო შენს თავს ან წინასადებების დღეოთ, ან ზაფხულის მიწურულისკენ, ან თუნდაც ახლა ზაფხულის გემრიელ ცხელ დღეებში აუცილებლად წმენდა ძალიან მაგარი იქნება. თუნდაც თქვენი ნება წინასწარ ჩაეწეროთ წმენდაზეც და კონსულტაციაც. მადლობა რომ მიყურეთ, მისმინეთ ბოლომდე და ხართ ჩემთან ერთად.